თაწმდის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ მელია გუდაურის 2 ნომერში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი სამხარაძეების ოჯახს ეწვია. გამგებლის განცხადებით ორსულიან ოჯახს სოციალური დახმარება 3 თვის წინ შეუწყდა. ნიკოლოზ მელიას გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველ ოჯახს ელექტროენერგიის და გაზის დავალიანებას თაწმდის გამგეობა დაუფარავს. ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური მომსახურების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ სამხარაძეების ოჯახი წლების განმავლობაში ითხოვდა სოციალურ დახმარებას და მხოლოდ 2012 წელს წინასაარჩევნოდ თაწმდის თვითმმართველობის შუამდგომლობით დაენიშნა სოციალური დახმარება. კინკლაძის განცხადებით ოჯახს მაღალი ფულა დაუდგინდა, რის გამოც სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებენ. ბაზაში ვერ მოხვდითო. 100 ლარიანშიო წელწადში ერთხელ რომ არისო, მაგაში კიო. დანარჩენი 2 თვე ვიყავი, 2 თვე ვიღებდი იმ 22 ლარიანს. არანაირი დახმარება ოჯახს არ აქვს სახელმწიფოსგან. სამწუხაროდ სახელმწიფოს მიიღო არანაირი შემოსავალი ყოველთვიური არ აქვს, არის 0 ლარი, არც ერთი თეთრით მეტი და სოციალური მომსახურების სააგენტო 3 თვის განმავლობაში გაუგებარია რას აკეთებს რეალურად. შეუსაბამო იყო ის ქულა იმ მდგომარეობასთან, რა დღეს მდგომარეობაშიც არის ოჯახი. მე ვადასტურებ, რომ რა თქმა უნდა ოჯახის მდგომარეობა არ არის ძალიან სახარბიელო, მაგრამ ის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რომ მოხვდეს ეს ოჯახი არც ის შესაბამისი სიტუაცია აქვს.